ქრისტიანული ოჯახი მაშინ ხდება, როდესაც ორი ადამიანი, რომლებიც ოჯახს ქმნიან, ჩათვლიან, რომ მათი სიყვარულისათვის ეს ყველაფერი ღირებულიები რაც ჩამოთვალეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, ანუ ღვთის ხატი და მსგავსი არსებანი. გინახავთ ალბათ ქორწინების საიდუმლოება რო აღესრულება, მსახურება ჯვრის წერისა რო აღესრულება, გვირგვინებს რო ადგავენ თავზე, გინახავთ? როგორ ფიქრობთ, ეს რა არის ეს გვირგვინი? ეს გვირგვინი არის ეკლესიის მიერ შეხსენება, რომ შენ ჩვეულებრივი ბიოლოგიური არსება კი არა ხარ. შენ ხარ პრინცი და პრინცესა, ზეციური მეფის შვილი ხარ, არისტოკრატი ხარ, რომელიც ზეციური მამის შვილები ხართ, ზეციური მეუფის შვილები ხართ, არისტოკრატები ხართ, პრინცი და პრინცესა ხართ. და გვირგვინი ნიშნავს, რომ თქვენ მარადიულად უნდა იცოცხლოთ, მარადიულად. ბიზნის გამოაშკარავება ხდება. და ეს ქორწინება, ნახეთ, ქორწინება ემსახურება არა მხოლოდ პირად კეთილდღეობას და პირად გზნობებს და ემოციებს. არა მხოლოდ გამრავლებას და შვილების შობას და ასე შემდეგ. არამედ ქორწინება თავისთავად ღირებულება, რომელიც პირად სიხარულს განიჭებს თუ ერთმანეთი გიყვართ, რომელიც შვილებს გაძლევთ, რომელიც ასევე ბედნიერებას განიჭებთ. არა მარტო ამისთვის არის ქორწინება, არამედ ქორწინება არის იმისთვის, რომ თქვენში მოხდეს რეალიზება ყველაზე მთავარის. თქვენი შენი პრინცობის და შენი პრინცესობის რეალიზება მოხდეს. გესმით, რომ ღმერთის შვილობის რეალიზება მოხდეს. ხედავთ, სად ადის ქრისტიანული ქორწინება. ქრისტიანული ქორწინება არსობრივად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ქორწინებისგან.